წიგნის კითხვა არის ნამდვილად თერაპიული, იმიტომ თავის დროზე, როდესაც ალბათ კაცობრიობამ გამოიგონა წიგნი, ერთ-ერთი მიზანი და შეიძლება ვთქვათ მიზეზიც იყო ის, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს სჭირდებოდა აი თანაგანცდის გამომუშავება, იმიტომ რომ ჩვენში ეს თანაგანცდის მომენტი ყოველთვის ბუნებრივად განვითარებული არ არის. ეს აპრიორი არ გულისხმობს, რომ ადამიანი იბადება, ასე ვთქვათ, დიდი ზომის ამიგდალათი, ზოგს მცირე ზომის ამიგდალა აქვს და უბრალოდ არ შეუძლია სხვა ადამიანის ტკივილი, სხვა ადამიანის გამოცდილება გაიზიაროს. ამიტომ წიგნი ამ თვალსაზრისით არის იდეალური, მე ვიტყოდი, საშუალება, რომ ჩვენ ვივარჯიშოთ თანაგანცდაში, იმიტომ რომ ადამიანები ალბათ მაგიტომ ხვდებით და მაგითი განსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვას გავუგოთ. თანამოძმეს, ასე ვთქვათ. და კითხვის პროცესი სწორედ ამ ნაწილში ალბათ იდეალური დამხმარე არის. ეხლა არაფერს ახალს არ ვამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მარტივი ჭეშმარიტება ეს არის. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ტექსტი, ლიტერატურა ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ემოციების, აი თანაგანცდა, თანაგრძნობა ახსენეთ და ამავდროულად თვითშეფასება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ გვეხმარება იმაში, რომ ეს თვისებები გამოვიმუშაოთ, ხო, გურამ? ხო, ნუ მე ასე ვფიქრობ. მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია, ვთქვათ, იგივე ეტაპებიც, როდის უნდა შემოვიდეს ლიტერატურა ჩვენს ცხოვრებაში, იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს და განავითაროს საკუთარი თავი და მოხდეს ჩვენი როგორც პერსონის სწორად ჩამოყალიბება, რა? იცით როგორ არის, აი მაგალითად ტოლსტოი თვლიდა, რომ წიგნის კითხვა საერთოდ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დიდი მწერალი იყო, ამბობდა, რომ მოკლედ წიგნიერება არაფერს კარგს არ უკეთებს კაცობრიობასო და ცუდი ადამიანები კიდევ უფრო ცუდები ხდებიანო და ნუ კარგები უფრო უკეთესები ხდებიანო. ნუ ესეთი აზრი ქონდა მას. მე არ ვეთანხმები ამას, ვფიქრობ, რომ ანუ ლიტერატურას შეუძლია ადამიანის შეცვლა. მე ჩემ თავზეც ვიტყვი, რომ ჩემ ცხოვრება რადიკალურად შეცვალა ლიტერატურამ. მე არ ვიტყვი ახლა ძალიან კარგი ადამიანი შეიძლება გავხდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკეთესი ვხდები ყოველდღე, როცა ახალ წიგნს ვკითხულობ, იმიტომ რომ სულ მცირე შემიძლია ისეთი ადამიანების ცხოვრებით ვიცხოვრო, რომელიც ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ არ მოესწრება, ხო? აი გურამ დოჩანაშვილს აქვს ეს გენიალურად ნათქვამი, რომ შეგიძლია შეყვარებულების შორის იწვე ისე, რომ ხელი არავის შეუშალო, მაგრამ თან იგრძნო ყველაფერი, რაც იქ ხდება, რაღაც კარავში, იმაში, რა ქვია, საძილე ტომარაში. ჩემთვის ალბათ, რა ვიცი, ცხოვრების ყველაზე მაგარი რამე, რაც თავს გადამხდენია, ეს არის კითხვა და წერა. ეს ორი რამე და ყველას ურჩევ ხოლმე, ყველას ვთავაზობ ამას და ხო იცი, რაღაც კარგი რო გადაგხდება თავს ადამიანს, თუ ძალიან წუწურაკი არ ხარ, გინდა რომ სხვას გაუზიარო რა და სხვასაც გქონდეს, ასე ვთქვათ რა. აი კარგი სუფრა რო გაშელი, გინდა რომ საუკეთესო ხალხი დაპატიჟო, ხო? ესე მარტო ხوارზი ხარ და არ გინდა, ესე ვთქვათ, მიირთვა. ზუსტად ასეთი განცდა მაქვს ლიტერატურას, როცა ეხება საქმე. ან პიროვნული განვითარება ჩვენ უკვე ვახსენეთ, გამოცდილება ერთგვარი, რომელიც მე უკვე სხვა გარემოში გვეხმარება ადაპტაციაში და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შინაგან სამყაროს ძალიან ამრავალფეროვნებს, მაგრამ გურა მაინც უნდა დაგისვა ეს შეკითხვა. რაღაცნაირად ამ ყოველდღიურ ფერხულში იმდენად ვართ ხოლმე ჩაბმულები, რომ მას შემდეგ რაც ვთქვათ სამუშაო გარემოდან ვრუნდებით დაღლილები და კანცულები სახლში, ბუნებრივია იქ უკვე საოჯახო საქმეები გველოდება, სხვა ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და აი დღის ბოლოს ძალიან რთულია ხოლმე, რომ ვთქვათ შეიქმნა განწყობა და თუნდაც ის რამდენიმე საათი გამონახო წიგნის კითხვისთვის. აი თქვენი მთავარი რჩევა რა იქნება საინტერესო ამ დროს? აი მე ესეთი ექსპერიმენტი ჩავატარე სოციალურ ქსელში, ჩემს ძალიან ბევრი მეგობარი არ მყავს, ესე ვთქვათ, მაგრამ ნუ ვინც არიან, მათ შევთავაზე მენტალური ფიტნესის, ასე ვთქვათ, ჯგუფი გავაკეთე, სადაც ვთავაზობ ესეთ რამეს, რომ გაწევრიანდით და მოდი მე მოგცემთ, ასე ვთქვათ, დავალებებს და თქვენ გამომყევით. ეხლა მე მაგალითად ყველაზე მეტად რაც მეზარება ცხოვრებაში, ეს არის ვარჯიში, არ მიყვარს რა. აი რაღაცა მგონია, რომ არ ვიცით, რომ ეს არის აუცილებელი. მაგრამ ჯერეთი აუცილებელია და მე ძალიან სასიამოვნო ხდება, როცა ამას ვიღაც მენტორის ჩვენ ერთი გადაცემა მქონდა, იქ თქვით მენტორის როლი რა მნიშვნელოვანი. ანუ ხანდახან ჩვენ გვჭირდება რაღაცა ეს პატარა ბიძგივით და უცნაურ ამას გეტყვით, რომ ძალიან დაკავებული ზრდასრული ადამიანები არიან ამ ჯგუფში გაწევრიანებული. რაღაც კონკრეტულ დავალებებს საკითხავს ვაძლევ ხოლმე, დედლაინები აქვთ და ისეთი სიამოვნებით აკეთებენ ამ ყველაფერს და ისეთ კარგ განხილვებს წერენ, რომ ნუ აი მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ.
ჩვენ მესმის რომ დაკავებულები ვართ, მაგრამ ჩემთვის ლიტერატურა ის არის რაღაც სიამოვნების წყაროა რა, რაღაცა იმისთვის არ ვკითხულობ, რომ მარტო რაღაცა შევიმეცნო. უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებს. ახლა ხო არის თქვათ, რომ ვარჯიში ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, ხო? მეორეს ეჯავრება ამის დანახვა, მაგრამ ვერ ახსნი ამას. ჩემი შვილი ისეთ სიამოვნებით ვარჯიშობს, რომ უყურებ ხოლმე 3-4 საათი შეუძლია ივარჯიშოს. ხო გშურს მე. ხო, მართლა ეგ არის რა, იმიტომ რომ მე არ გამომიცდია, მე ასე ვთვლია. ეს სიამოვნება ეს ამ რაღაციდან არ მიმიღია სიამოვნება, მაგრამ მე რო დავამუღამებ დარწმუნებული ვარ ზუსტად ისევე მე სიამოვნება როგორც. იცი, მე რა თვითონ რაღაცნაირად თვითონ ორგანიზმიც უკვე გთხოვს ამ მოცემულობას და ძალიან სულია რომ ამ ტემპორით ჩამორჩე. მე რა ცუდად გრძნობ თავს უკვე რაღაცის დანაკლისი გაქვს იქ რაღაცა გაწუხებს ყოველი ორშაბათიდან ვიწყებ ვარჯიშს, მაგრამ ჯერ ექვსորդშაბათი არ მოსულა უკვე მე-5 წელია, მე მგონი დღესაც უნდა დამეწყო, მაგრამ დღევანდელი ჩავაგდე და ციკლთან ურთიერთობა ხანდახან ასეა. იცი რა, ეს რუტინაში უნდა გადაიქცეს, რუტინა ჩვეულებრივი. კი, არაფერი პრობლემა მანდ არ არის, ადამიანი თუ ვერ კითხულობს, ბუნებრივი არის ეს. უბრალოდ რუტინაში ჩასვამ და მე კითხულობ. აი თაკონ თქვა რომ სამსახური და მთელი დღის თქვათ ნამუშევარი მიდიხარ სახში, ეხლა მე მაგალითად ბაჯისმეტი აფერი არ მინდა, სიმართლე გითხრა, ვაღიარებ წიგნის კითხვის თავი, სახში რომ მიდივარ, ნამდვილად არა მაქვს. და პლუს კიდე ამას ძალიან მნიშვნელოვან დეტალს გაუსვა ხაზი ეტაპები. იმიტომ რომ 12 წლის ბავშვმა არ უნდა წაიკითხოს ალბათ ჯეიმს ჯოისი, დუბლინელები და ულისე და უნდა წაიკითხოს ტომ სოიერი და ასე შემდეგ. ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, არის კატეგორია ბავშვების, ხო, არის კატეგორია ბავშვების, რომლებიც იცი რა, თითქოს ნაადრევად ციგნობრები, არ ვიცი სწორი სიტყვა თუ არა, მაგრამ ნაადრევად შეიძლება წაიკითხონ თუნდაც იგივე, არ ვიცი, თუნდაც იგივე ჯეიმს ჯოისი. თუმცა მე ვფიქრობ, აი თქვენი რეკომენდაცია როგორი იქნება ამ ხრივ, რომ თითქოს ყველა წიგნს და ჟანრს აქვს თავისი ასაკი. აი ეს ამაზე მაინტერესებს. და ერთი კიდე აუცილებლად ისიც უნდა ვთქვა, ის რაც აღნიშნე, აი ხშირად მშობლებიც ვუშვებთ ხოლმე შეცდომებს და ეხლა ბავშვმა ვთქვა 12 წლის ბავშვმა საიდან იცის ხო რაღაცა გარკვეული ლიტერატურის შესახებ, მაგრამ მშობლები მასწავლ უფროსი თაობები. ხო, ეხლა მე არ ვთვლი 12 წლის ბავშვმა ანა კარენინა უნდა წაიკითხოს და შესაბამისად ომი დამშვიდობა და ასე შემდეგ. ხო, მე კითხვა ვისწავლე თუ არა, ბიძია თომას კოხი წავიკითხე და შეიძლება ითქვას რომ ნათურდი მომენტალურად და ეს ძალიან ესეთი ძიმე გამოცდილება იყო მაშინ. არ ვაკითხებ. მოკლედ აი მაგაზე გეტყვით ორიოდე სიტყვით, მე მაქვს წლებია მოკლედ დამუშავებული კურსი, აი როგორც გუნდში მიყავს ხო, ბავშვი თუ აქვს მონაცემი რაღაც, ან თუ გინდა რომ სპორტულად იცხოვროს ხო, მიყავს რაღაც გუნდში და იმ გუნდში ჩართული რაღაც შედეგს აღწევს. ზუსტად ესეთი გუნდები გავაკეთე კითხვის, მოზარდებისთვის. სპეციალურად შერჩეული ლიტერატურა, ასაკობრივად დატესტილი, გამოცდილი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომელ ასაკში რა წიგნი უნდა წააკითხო. მაგალითად ჟიულ ვერნს უკვე აღარ კითხულობს თანამედროვე ბავშვი, აღარ სიამოვნებს და რაღაცა პერიოდის ნუ სხვა ტექსტები თანამედროვე ავტორები არიან, რომლებიც მისთვის უფრო მეტად გასაგებია. მე ძალიან მიყვარს ჟიულ ვერნი, მაგრამ ახლა ჩემს თაობაში ცოტა სხვა რაღაცა იყო. ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ ის ამბები უკვე ისეთი საინტერესო აღარ არის. მერე ენა, თხრობა და ასე შემდეგ. ამიტომ კონკრეტულ წიგნებს ვურჩევ და მთავარი ამბავი ჩემთვის არის რა, რომ წიგნი არ უნდა შეძიზღდეს ბავშვს. აი მშობელს ხანდახან ეგ ეშლება, რომ უნდა რომ ისეთი ტექსტი წააკითხოს, რაც მისი აზრით კარგი და ღირებულია. მე ამას არ ვეთანხმები. ჩემი ეს 9 ზეთისხილის თეორია მაქვს ესეთი, რომ ზეთისხილი ხო არავის არ უყვარს თავიდან. რო შეხედავ, ნუ არ მოგწონს რა, მაგრამ 9 წელს რო შეჭამ, მე აუცილებლად გიყვარდება. 9 მე ბევრია, 5-ის მე მე 9 წიგნზე ხო, ესე მაქვს 9 და სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ რამენაირად უნდა წააკითხო 9 წიგნი ბავშვს, ოღონდ ისე რომ მისთვის ეს იყოს გასაგები და იგრძნოს რომ რაღაცა ძალიან დიდი დისტანცია არ არის. რაც უფრო მარტივი არის ეს ტექსტი და რაც უფრო მეტად შიმშილის განცდა უჩნდება მოსწავლეს, უფრო მეტ შედეგს აღწევს. აი, კარგი მწვრთნელი როდის იღებს შედეგს, ხო, რომ ეხლა თუ თავიდანვე რაღაც 100 კილო დააჭერინე ბავშვს და თან ეჭხუბე რომ რატო ვერ აწიეო, ხო, როცა ვარჯიშობს ის რა თქმა უნდა, მე მეორად აღარ მოვა იქ. თვით შეფასებას დაეცემა, მაგრამ აი რო აწევს თავისი წონიდან ცოტა მეც და მე ნელ-ნელა 100 გრამობით რომ მოუმატებ, მას რა თქმა უნდა ეს სურვილი უჩნდება. მე ვფიქრობ, რომ ეს
სქემა აწყობილი მაქვს და ძალიან კარგად მუშაობს რა ჩემ შემთხვევაში. ბავშვები რადგან ვახსენე, მოდი ჩაგეკითხები მაშინ რა ასაკი იგულისხმება ბავშვებში, ვთქვათ აი 6 ბავშვები და მოზარდები კი. ხო, ვთქვათ პირველ კლასში ბავშვები სწავლობენ უკვე წერა კითხვას და ამის შემდეგ ისინი იწყებენ აქტიურ კითხვას. აი თავისთავად ცხადია კი. მიდგომა როგორი უნდა იყოს. კი, აი როგორ არის იცით რომ მე მაქვს წერის საავტორო სკოლა და ნუ იქ როცა მოდიან ხოლმე ბავშვები ხანდახან მშობელს აქვს განცდა რომ აი 6 წლის მოსწავლემ უკვე რაღაც დიდი წიგნი უნდა წაიკითხოს და თან მერე უნდა რაღაცა განხილვები დაწეროს და ვეუბნები რომ ასოებს ვერ ცნობს ჩვენ ბავშვი. ანუ მას ისეთი სირთულის წიგნები უნდა მისცე რომ მისთვის დაძლევადი იყოს ეს. ამიტომ მე მაგალითად მუშაობ უკვე სადღაც 8 წლიდან ზევით. ანუ 8 წლის მოსწავლე უკვე კითხვა რომ მეტნაკლებად იცის მოსწავლემ, აი ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას და საუკეთესო შედეგები მინდა გითხრათ რომ 10-12 წლის მოსწავლეებში მაქვს, იმიტომ რომ ეს არის ასაკი, როდესაც შენ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. აი ხა თქვენ ასაკსაც გაუსვით ხაზი, ეხა არის იდეალი და იგივე 9 წიგნი, 9 წიგნი შეიძლება ვერ მოასწროს, გააჩნია ზომას, ხო, ბუნებრივია, მაგრამ საზაფხულო პერიოდი იდეალურია არ დადეგების კუთხით, რომ თუნდაც 2 საათი ყველაზე დიდი სიცხე როდესაც არის გამოკეტო ბავშვი, გამოკეტო ცუდი სიტყვა ეგ არ მიგულისხმია რა თქმა უნდა. ხო, ნუ შეიყვანო ოთახში და შესაბამისად მისცე რაღაცა. ჰამაკში ხო, თავარია ზიზგული არ იყოს და ჭრილში იყოს. 2-3 საათი ხო რა, რატომაც აი მაგაზე გეტყვით ჩემს რა საინტერესო ხო სწორად აღნიშნა თუ არა, ლაშემ რომ თქვა 2 საათი არის თუ არა რეკომენდებული. გითხრათ რამდენ დროს ვაძლევ ხოლმე მოსწავლეებს, აი როცა მოდის ახალი ჯგუფი ხა სექტემბრიდან ხომ მოვლენ და დროს რამდენს ვაძლევ დავალება რამდენი აქვს და ესეთი. ესე პირველი ერთი თვე ესეთი დავალება აქვს რომ დღეში უნდა წაიკითხონ მხოლოდ 15 წუთი. აი ესეთ შეზღუდვას უწესებ, ვეუბნები რომ მეტი არ წაიკითხო და თქვენ წარმოიდგინეთ რომ რა თქმა უნდა გაცილებით მეც კითხულობენ, იმიტომ რომ ეს შეზღუდვა რა თქმა უნდა პირიქით საწინააღმდეგოდ მუშაობს და ამ 15 წუთს მე ნელ-ნელა ვუმატებ და სადღაც დღეში 1 საათზე ავდივარ. აი ზრდასრულებსაც ამას ვთავაზობ ხოლმე. რომ ჩვენ ძალიან დიდი მასშტაბები გვინდა რომ დავივყროთ. არ არის ასე. დღეში 20 წუთი რომ იკითხოს ადამიანმა, ოღონდ ყოველ დღე ჩაგდების გარეშე ძალიან აი დავთვალოთ თუ გინდათ ავიღოთ კალკულატორი და მათემატიკურად რამდენი გვერდია. 20 გვერდს დასრული ადამიანი მინიმუმ 20 წუთში 20 გვერდს კითხულობს. ნუ თუ კითხვა იცის ასე ვთქვათ. კარგი 10 გვერდს ხომ მაინც წაიკითხავს და დათვალეთ მარტივად რა. მე აუდიო წიგნებს ვიყენებ ძალიან კარგად. ეხლა სანამ აქ ჩამოვიდოდი აგარაკზე ვიყავ, იქიდან მოვდივარ. საცობი იყო 2 საათი გამოვიყენე აუდიო. კი, მე მივეჩვი ეს შედეგები, იმიტომ რომ მე ბოლო პერიოდში ფაქტობრივად სულ აუდიო წიგნებს ვუსმენ და ჩემი წიგნების ბოლო წარწერა. აი დასვენებასთან ერთად ძალიან კომფორტულია. ვარჯიშის დროს, დასვენების დროს, მანქანაში. თქვენ ახლა როგორც პროფესიონალი ალბათ ყველაზე კარგად იტყვით, რამდენად თქვათ ახერხებს გონება, რომ აი ყველაფერი ღრუბელივით შეისრუტოს და დაიმახვილოს ეს ინფორმაცია და კარგად გაიზარდოს. მე თავიდან ვერ უსმენდი აუდიო წიგნებს, მე ჩემმა გააჩნიათ ამ კითხვები ვინ არის ამაზე ძალიან ბევრი. გუდელმა მირჩია სხვათა შორის და ძალიან გამიჭირდა თავიდან მოსმენა და მე მითხრა რომ 2 აჩქარებით უსმენ მე წიგნებსო და სულ გავგიჟდი მეთქი 2 აჩქარებით როგორ უნდა მოვუსმინო წიგნს. ეხლა მეც 2 აჩქარებით უსმენ წიგნს, აი მომატებული ტემპით, კი. უფრო სწრაფად უსმენ, უფრო მეტ წიგნს და ყურადღების კონცენტრაციას ითხოვს. საჭესთან მაინც და მაინც არ არის ეგ რეკომენდებული აჩქარება, იმიტომ რომ პირიქით ყურადღებით უნდა იყო, მაგრამ აი სხვა ნებისმიერ ვარჯიშის დროს ყველაზე მაგარია, იმიტომ რომ უბრალოდ ავტომატურად ვარჯიშობ და ესე იგი კონცენტრაცია სრულად გაქვს წიგნზე და ძალიან კაი შედეგები მაქვს ამ თვალსაზრისით. ძალიან კარგი რჩევები მივიღეთ და მაშინ როცა ჩვენ შვილებს ვაძლებთ ხოლმე რომ დღის მანძილზე 1 საათი მაინც გაატარონ წიგნებთან, შეგვიძლია რომ აი დავაწყობინოთ 15 წუთი. დავიწყოთ კი მეტი არ გინდა შეურჩიოთ ისეთი რომ იმ 15 წუთის მერე კიდე მომდეს მომდევნო 15 წუთი გაგრძელება ამ წიგნს. და ჩემი რჩევა იქნება ერთი კიდე ის რომ გუნდში მიიყვანეთ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია როცა მარტო არ არის მოსწავლე. ანუ როცა ჯგუფი კითხულობს, აბსოლუტურად სხვა შედეგია მაგ დროს. იმიტომ რომ რაღაცა ეს ამბავი ხდება მიმბაძველობა. მაგასაკში ეს წრე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ორჯერ სამჯერ მეტი შედეგი აქვს ამ თვალსაზრისით. და ალბათ ამ კითხვის შემდეგ იწყება დისკუსიები, განხილვა პერსონაჟების მოვლენების და 1-2 საინტერესოს ხდის დარწმუნებული ვარ აი ამ პროცესს. მადლობა გურამ, როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს გვიზიარებ ხოლმე და ძალიან მიხარია, როდესაც აქ ხედავ ხოლმე აი ამ სივრცეს
სივრცეში. ცოტა მოუხშირე სიარა. აი მოდი თუ გინდათ მე გეტყვით ახლა ერთ პროექტზე ვმუშაობ და მე მგონი თქვენ დაინტერესდებით ძიუდოს ნაკრების დავინტერესდი უკვე. თავარი მწვერვალი ლაშა გუჯეჯიანის შესახებ წიგნი იწერება, მე ვწერავ წიგნს და მალე იქნება კიდეც. და მოდი ჩვენთან პრეზენტაცია. აი მაგ დეტალებს შევათანხმებ, უბრალოდ აი თქვენთან პირველად ეს ლაშა გუჯეჯიანი ძალიან მაგარია და იმსახურებს ყველაფერს აბსოლუტურად მათ შორის წიგნსაც და ძალიან საინტერესოა და ავტოგრაფით უნდა დამიტოვო. მოხო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ავტოგრაფით უნდა მომწე. შევთანხმდით ანუ. ძალიან დიდი მწვრთნელია ნამდვილად. მადლობა დიდი, ძალიან საინტერესო ანონსი იყო. აი ლაშა გუჯეჯიანის წიგნთან დაკავშირებით.